რუსთავის საკრებულოში დღეს რიგით მე-11 ხდომა გაიმართა. ადგილზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 31 საკითხს უყარეს კენჭი. კონკრეტულად რა საკითხებზე იმსჯელეს საკრებულოს წევრებმა, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 31 საკითხიდან ერთ-ერთი მთავარი რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება იყო. საკითხი გეგმაში ცვლილებებს შეეხებოდა, რომელიც დეპუტატების ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. გარდა ამისა, დღევანდელ ხდომაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ფალიაშვილის ქუჩაზე არასაპატიმრო სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიურო აშენდება. სააგენტოს 600 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 15 წლიანი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაეცემა. ქალაქმა მიიღო ახალი გეგმა, ახალი პირობებით, მაგრამ ეს არის სოციალური ორგანიზმი, მუნიციპალიტეტი მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისად დღევანდელ დღესთან ერთად, თუ რაიმე სხვაობა განხორციელდება იქნება, აუცილებლად შესაბამისად გეგმაში განხორციელდება შემდგომში ცვლილებები. ოღონდ ეს მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. საკრებულოს ხდომაზე რუსთავის სიმბოლოებში, კერძოდ კი გერბსა და დროშებში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს. დღესდღეობით არსებულ გერბს გარე შესამკობელი დაემატა, კერძოდ კი ვაზის წნული და ჯვრები. საკითხის ხდომაზე გამოტანამდე გერბზე მომუშავე დროებითმა ჯგუფმა ორჯერ იმსჯელა, სადაც რამდენიმე ესკიზი იყო წარმოდგენილი, თუმცა საკრებულომ ბოლო ვარიანტი პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს რეკომენდაციით დაამტკიცა. საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება რუსთავის ახალი გერბის შესახებ. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ მიიღო დადგენილება და მისი რეკომენდაციით ჩვენ რუსთავის გერბს ექნება ვაზის წნულის ორნამენტის შესამკობელი, რაც ამ საბჭოს რეკომენდაციით 12 თვითმმართველი ქალაქიდან ექნება მხოლოდ 10 ორი საპორტო ქალაქის გარდა. ხმათა უმრავლესობით აუტიზმის გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაც დამტკიცდა. პროგრამის ფარგლებში მკურნალობისთვის 100-მდე ბავშვი ერთჯერადად 500 ლარიან დახმარებას მიიღებს. პროექტისთვის სულ 50,000 ლარი გამოიყოფა. ქალაქის მუნიციპალიტეტმა და დღევანდელმა საკრებულომ დაამტკიცა აუტიზმით დაავადებული ბავშვებისათვის გამოიყოს წელიწადში 50,000 ლარი, ესეთ რუს დაახლოებით 100-მდე ბავშვს 0-დან 12 წლამდე ასაკისას და წლის განმავლობაში თითო ბავშვი გათვალისწინებული იქნება 500 ლარი. რაც შეეხება უპატრონო და მაწანწალად ძაღლების პროგრამას, რომლისთვისაც 130,000 ლარი გამოიყო, რუსთავის დასუფთავების სამსახური შეითავსებს. პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში მიუსაფარი ცხოველების გადასაყვანად სპეციალური მანქანაც იქნება შეძენილი. მუნიციპალიტეტმა ორჯერ გამოაცხადა ტენდერი, არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო კერძო კომპანიამ ამ ტენდერში მონაწილეობა და იძულებული გავხდით, რომ ეს სამსახური მიგვება ქალაქში არსებულ IP დასუფთავების სამსახურისათვის, რომელმაც აიღო ვალდებულება, ის დაფინანსა 130,000 ლარით და მიხედავს ამ საკითხს. დღევანდელ ხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებებზე არასამიწარმოო იურიდიულ პირებში მუხლობრივ ცვლილებებსა და რამდენიმე ფართისთვის მისამართის მინიჭებაზეც იმსჯელეს.